აი მაგალითად ჩვენმა თანამებრძოლმა გიორგი ბუჯიაშვილმა მოგვაწოდა ესეთი კადრები. ეს არის ერთ-ერთი მსხვილ, ასე ვთქვათ, ქსელურ იმაში, მე მგონი კარპურში გადაღებული რა ღირს კილოგრამი თხილი, ოღონდ ნაჭუჭიანი კი არა, გული. სულთა გული. აი კილოგრამი რა ღირს და მე ჩვენ გავარჩიოთ რა ღირს საქართველოში. ანუ ჩვეულებრივ ვისაც ვისაც აქვს თხილი თვითონ და ვინცაც ჩაბარებ თხილი ის რა რამდენს უხდიან. მეგობრებო, თხილი არის ისეთი პროდუქტი, სოფლიოში ამაზე არის მოთხოვნა. უმსხვილესი ექსპორტიორი არის ერთ-ერთი თურქეთი. ასარგებლოა. და საქართველოში ადამიანები ხშირად ეუბნებიან, რომ თხილის ფასე იმითოა საქართველოში დაბალი, ხანდახან როცა ძალიან დაბალია, რომ თურქეთში ბევრი მოსავალია და ამიტომ მოთხოვნა შემცირდა. ეს არის ტყუილი. თურქეთი სოფლიოში თხილი ყველგან არ მოდის. სოფლიოში რა მოთხოვნაც არის თხილზე? დაახლოებით 60, მხოლოდ 60-70% აკმაყოფილებს თუ მეც ვერა. ანუ მოთხოვნა არის ძალიან დიდი და მზარდი. ეხლა ნახეთ, აქ რაც ვაჩვენეთ ამას. მან დანუ ფასებს ვაჩვენებდით იდეაში. ფოტოს ხო, ფასი და აგერ ახლა ტექნიკურ ჯგუფს ხო ესეც გამოიტანოს, ის ახლა ვიდეო იყო კადრი და მოძრაობდა და შეიძლება ვერ მიადევნა ფალკური. მაგრამ აი ნახეთ მეგობრებო, აი აქ ჩანს. გამოიტანეთ ეს რო აი საუბრობ ახლა მაგაზე. იქ იყო მოხალული, იყო უბრალოდ ეს ჩვეულებრივი გარჩეული. ეს არის ჩვეულებრივი გარჩეული თხილი, არ არის მოხალული, ის მოხალული ღირდა 87 ლარი, ეს არის ჩვეულებრივი მოუხალავი 55 გარჩეული გული. ნაჭუჭის გარეშე 1 კილოგრამი ღირს კარპურში 55 ლარი, აი ფასი, აგერ 55 ლარი. რა წარმოიდგინე? მე გიორგის ველაპარაკი ადამიანებს ჩვეულებრივ ვინც საქართველოში აქვს თხილის პლანტაციები და ვისაც მოყავს თხილი, ვინც იცის და ვინც არ იცის ვიტყვი, რომ თხილს რო დაამტვრევ და ნაჭუჭს რო გააცრი, გული არის დაახლოებით წონის 45%. ანუ 100 კილოგრამი თხილი რო დაამტვრევ 45 კილოგრამი, 45 კილო გული გექნება. შესაბამისად, საქართველოში 1 კილოგრამი ნაჭუჭიანი თხილის ფასი არის დაახლოებით 7-8-9 ლარი. შარშან თურმე შედარებით მაღალი ფასი იყო 12-13-14 ლარამდე ავიდა, მაგრამ წელს იძახიანო, რომ უფრო იაფი 30%-ით ნაკლები იქნება ფასიო. თურქეთშია თურმე ბევრი მოსავალი და იმიტომ. ხო და ნახე, საქართველოში ამ გულის ფასი, რასაც ეუბნებიან ადამიანებს, არის 20-დან 22 ლარამდე. შესაბამისად, ნაჭუჭიანი თხილის ფასი გამოდის 8-9 ლარი. ეხლა მე მიჩნდება შეკითხვა. კარპურში, ეს თბილისშია ეს კადრი გადაღებული. კარპურში თუ გული ღირს 55 ლარი. მაშინ მაგის 45%, ანუ ნაჭუჭიანი რა უნდა ღირდეს? ხო უნდა ღირდეს 16-17 ლარი, ხო? კაი, ეხლა ვიღაცა იტყვის, რომ იქ ახლა მაღაზიაში რო შეიტანეს სტანდარტები და ასე რაღაცა და მოიმატა ფასმა, ბიჭო. კაი, გამოვაკლოთ თუ კიდე იმ 55-ს კიდე 15 ლარი. მეტი ხო არ იქნება ეს ზედნამატი, ხო? აი 40 ლარის შემთხვევაშიც კი დაახლოებით ორჯერ მეტი უნდა ღირდეს თხილი, ვიდრე დღეს ღირს. იმას ორჯერ მეც უნდა უხდინე, ვინც აბარებს, ხო? ორჯერ მიმწოდებს რა ეს. ხო, 8-9 ლარი რო ვისაც მოყავს რეალურად. იმიტომ რომ ეუბნები რომ გული ღირს უკვე. მაგას რომ ვარჩევ და გული რომ იმაკ, გულზე ეუბნები 20-21 ლარი ღირს. ამ დროს აგერ მაღაზიაში 45 ლარად ხიდი, კაცო, რანაირად 21 ლარი. ხო და აქ არის ამას რა ქვია? ამას არ ქვია მიზანმიმართული მავნებლობა? რა თქმა უნდა. ქვეყანას პატრონი არ ყავს, მეგობრებო. სად არის მთავრობა რომ გამოვიდა და ფასების კომისიაზე, ამაზე, იმაზე, ხო? ასეთ რაღაცებს რატო არ აქცევთ ყურადღებას? საქმე რასთან გვაქვს, მეგობრებო? სინამდვილეში. სინამდვილეში იმ ხილს აქვს ფასი. მაგაზე მოთხოვნაც არის მსოფლიოში. აი მაგალითად ადამიანი მეუბნებოდა იტალიაშიც გადის და ევროპის სხვა ქვეყნებში ქართული თხილი. და თურქეთში ერთ-ერთი საუკეთესო თხილია ჩვენი თხილი. და იტალიაშიო 1 კილოგრამი ქართული თხილი ღირს დაახლოებით 7-დან 10 ევრომდე. გადაიყვანე ლარში რამდენია?
აქ ბიჭო გრეხს რომელსაც არავინ ხელს არ უწყობს არც სასუქებს არ უფინანსებს არავინ არც იმას შეწამლა უნდა გასხლა უნდა დამუშავება მერე იმის გარჩევა მუშები უნდა იქირაოს რაღაცა არავინ არაფერში არ ეხმარება თუ ვინმე სესხი გამოიტანა პირიქით აღჭობს პროცენტებში რა ვიცი საშვილთაშვილო თვალია პრაქტიკულად ისეთ იმაში ყოფს თავს რომ აზრი არა აქვს ესეთ რეჟიმშია და მერე ფასი არის ესეთი სიამდვილეში რა ხდება იცით ფასი აქვს მაგრამ ვიღაცა მონოპოლისტი გრეხს რატო გადაუხდის კაცო გრეხისგან იყიდის მინიმალურ ფასად რაც შეიძლება იაფად და მაგის ღირებულებიდან თვითონ მიიღებს მოგებას და მანდ მე უკვე იმ მონოპოლისტთან კი არა მაქვს მე სახელმწიფოსთან მაქვს მე იმას კი არ ვამბობ რომ კერძო საკუთრება არ იყოს და ყველაფერი როგორც საბჭოთა პერიოდში მარტო სახელმწიფომ ჩაიბაროს და ვიღაცამ არ აკეთოს ბიზნესი არა აკეთოს მაგრამ სახელმწიფო რატო არ აკონტროლებს კაცო ეს ამ კაპიტალიზმის სიველური არ უნდა დასრულდეს ბოლო-ბოლო ამ ქვეყანაში ეს განუკითხაობა არ უნდა დასრულდეს მაგიტოა მე რომ არაფერს აზრი არ აქვს ხალხი ამ გორში რო ჩავატარეთ გიორგი შენ გორიდან ხარ რაიონიდან და რო ჩავედი გიორგის ვეუბნებოდი რომ გორი ხა და ქართლის ზოგადად არის ისეთი ნოყიერი მიწებია ქართლი კახეთი არის საქართველოს ბეღერი ხო და საბჭოთა პერიოდში ხა მეურნეობები იყო ვაშლიც არა მარტო ვაშლი იყო ვაშლი ისეთი თემაა გორის ვაშლი ცნობილია მაგრამ ვაშლი კი არა ყველაფერი მოდის კაცო ხო და რო ვიკითხე რომ აი ხა სადღარიო ვაშლი აი გიორგი ჩემზე კარგად იცის ხო არ არის და აბა რა ხდება მეთქი ველაპარაკებ ძირთად ხალხმა დაიწყო ფერმების გაკეთება ან თევზების ეს ბასეინები გააკეთეს და იქ ისეთი რეგულაციები დაუწეს ადამიანს რომ აზრი არ აქვს ანუ თხოვენო რაღაცა უჟანგავი იმის ყუთებს ქათმის ფერმისთვის რომელიც იმდენად ძვირი ღირს რომ გადახდა არ უღირს ხო ხტები კი ხო და ეს არ არის მიზანმიმართული მავნებლობა ეს არ არის რომ იმას არაფერი გამოუვიდეს და რატო რომ მე ვიღაცა მონოპოლისტმა შემოიტანოს საზღვარგარეთიდან და თვითონ გააკეთოს ფული ეს პოლიტიკა მიდის მეტი არაფერი იგივე საერთოდ ამ ქვეყანაში არავის და არაფრის უფლებები არ არის დაცული აი სახელმწიფოს ესე ფეხებზე ყავდეს დაკიდებული საკუთარი მოქალაქეები და ყველაფერი მიშვებული ყავდეს რაღაცა ველური გლური ჯუნგლის კანონებია ჩვეულებრივი გადარჩევა მიდის ბუნებრივი ველური